ორი დღე ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე თუ 8 აგვისტომდე რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, თეთრი სახლი კრემლს მძიმე მეორადი სანქციებით ემუქრება. მათ შორის განიხილება ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. როგორი იქნება დონალდ ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილება, ამას დიდწილად ამერიკელი მაღალჩინოსნის მოსკოვში ვიზიტი განსაზღვრავს. სტივ ვიტკოფი რუსეთის დედაქალაქში უკვე მეხუთედ ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსული მხარე გამართულ მოლაპარაკებებს კონსტრუქციულად აფასებს. კონსულტაციები სოდა ხნის წინ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. თუმცა სააგენტო როიტერი თეთრ სახლში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 8 აგვისტოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მაინც არ გამორიცხავს. თიკა მიგინეიშვილი გიამბობთ. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოფს უკვე ხშირ სტუმარს უწოდებენ. ეს წელს მისი მეხუთე ვიზიტია. მოლაპარაკებების მიზანი ცხადია ომის დასრულებაა, თუმცა როგორც ჩანს, ვიტკოფს პუტინისგან არც ამჯერად მიუღია გარანტია, რომ საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს. რუსული მხარე კი შეხვედრას პროდუქტიულად აფასებს. ეს იყო საკმაოდ სასარგებლო და კონსტრუქციული დიალოგი, რაც შეეხება მის თემებს. პირველ რიგში ეს იყო უკრაინული კრიზისი. მეორე თემა იყო შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები. უკრაინული საკითხის შესახებ ჩვენი მხრიდან მათ გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები ასევე მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპისგან. ნახავთ, როდის შეძლებს სტივ უიტკოფი ტრამპისთვის დღევანდელი საუბრის შესახებ მოხსენების წარდგენას. ამის შემდეგ შევძლებთ უფრო არსებითი კომენტარის გაკეთებას. პარალელურად კი დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის ომის დასასრულებლად მიცემული ვადა იწურება. წამზომი დიდი ხანია ჩართულია. რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული გადაწყვეტილება 8 აგვისტომდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა რუსეთს სანქციებით ემუქრება. ვნახოთ რა მოხდება. შეერთებული შტატები გადაწყვეტს დააწესებს თუ არა სანქციებს და ფართომასშტაბიან ტარიფებს რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების მიმართ. შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. ამერიკის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ის სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინით. ამის მიზეზად ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობას ასახელებს. სწორედ ამიტომ მაქსიმალური ზეწოლისთვის ტრამპი არ გამორიცხავს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ. ამ სიაში ინდოეთი უკვე შევიდა. ამერიკის პრეზიდენტმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დააწესა, რადგან ინდოეთი ჩინეთთან ერთად რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ამ გადაწყვეტილებამდე ინდოეთში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები თავად განაგრძობს რუსეთიდან გარკვეული ნედლეულის იმპორტს. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კრემლში ტარიფებით ზეწოლას არაკანონიერად მიიჩნევენ. ჩვენ ვისმენთ მრავალ განცხადებას, რომლებიც ფაქტობრივად მუქარა. ეს მცდელობებია, რომ აიძულონ ქვეყნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტონ. ჩვენ არ მივიჩნევთ ასეთ განცხადებებს კანონიერად. ჩვენ ვთვლით, რომ სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი სავაჭრო პარტნიორები. დონალდ ტრამპის რიტორიკით კმაყოფილია უკრაინის პრეზიდენტი. როგორც ვოლდიმერ ზელენსკი ამბობს, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდება, თუ ომის გასაგრძელებლად საკმარისი სახსრები აღარ იქნება. ამის ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი ამოქმედეს. ნიდერლანდებთან ერთად შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამაც გამოყვეს თანხა ამერიკული იარაღის შესაძენად, რომელიც უკრაინას გადაეცემა. დღეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვესაუბრე. განხილვის მთავარი თემა ომის დასრულება იყო. ის ძალიან კარგად არის ინფორმირებული. იცის რუსული თავდასხმებისა და ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. უკრაინა სრულად უჭერს მხარს ამერიკულ წინადადებას და უყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ბევრი ფორმატი ვცადეთ მკვლელობის შესაჩერებლად. ყველაფერი რუსეთმა დაარღვია, განზრახ და ცინიკურად. ამ ომის ძირითადი მიზეზია რუსეთის სურვილი აკონტროლოს თავისი მეზობლების ცხოვრება და იმორჩილოს ისინი, მოკლას ისინი. რომ არა ეს, ომი არ იქნებოდა. იმისთვის, რომ რუსეთმა მშვიდობა აირჩიოს, ომისთვის ფული უნდა ამოეწუროს. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. ამერიკის შეერთებული შტატების მუქარის მიუხედავად რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობს. ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში ზაპოროჟიეში მდებარე დასასვენებელ ცენტრზე მიიტანეს. დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია 12, მათ შორის ბავშვებიც. პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ღამით რუსეთმა უკრაინიდან გაშვებული 51 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ახლა მთავარი კითხვაა, მოახერხებს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი მისივე დაწესებულ ვადამდე, ანუ 8 აგვისტომდე მხარეების მორიგებას.